მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ დღეს პირველად უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი და ჩემი ცნობიერების სახელოსნო, ასე ქვია ამ პოდკასტს და ძალიან მიხარია, რომ ბევრ საინტერესო სტუმარს ნახავთ, გაიცნობთ თქო ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ისეთი სტუმრები მეყოლებოდა, რომელსაც უკვე ძალიან კარგად იცნობთ და ძალიან გაინტერესებთ მათი აზრის მოსმენა ყველა საკითხზე, რასაც შევეხებით. მე თათა ვარ, ცნობიერების სახელოსნოს მასპინძელი და ქალბატონი ნონა ხიდაშალი ყველა მიცის და ჩემი და ნონას ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა და ამას დიდი ისტორია აქვს და ცოტა შევეხებით ამ საკითხებსაც და ძალიან მიხარია ნონა რომ ჩემთან ხარ ცნობიერების სახელოსნოში პირველი სტუმარი თან. მე ძალიან მიხარია რომ ესეთი საინტერესო პოდკასტი დაიწყე და წარმატებებს გისურვებ აი ამ საინტერესო საქმეში. დიდი მადლობა, ბევრი მადლობა შენ არა მარტო სტუმრობისთვის, ბევრი რაღაცისთვის. ნონა, პირველი რაც მინდა რომ გავშალოთ მოკლედ პირველ პოდკასტში თემა, ყველა მხრიდან გვესმის ცნობიერება, ქვეცნობიერი და ვერ გავიგებ თავიდან რა იყო ეს ქვეცნობიერი და ალბათ იმიტომ დამემართა ის რაც დამემართა და ადრე მოკლედ რომ დავიბადე და გავიზარდე მასწავლიდნენ რომ უნდა მეჭამა, უნდა გავზრდილიყავი და გაკვეთილები უნდა მეცადინა. და რაღაცა ესე ბუნდოვნად ვიგებდი რომ ხო, სხეული მქონდა, სწავლობდი ბიოლოგიას, ანატომიას და სულიც, მაგრამ ეს სულიც დიდად არ ვიცოდი რა იყო რა. მეტი არაფერი აბსოლუტურად ჩემ შესახებ სადღაც 33 წლამდე არ ვიცოდი და ქრისტეს ასაკია. ქრისტეს ასაკში. საინტერესო ასაკია. კი, ძალიან აშკარად ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და აი რა არის ეს ქვეცნობიერი, იქნებ ჩემსავით არსებობს ადამიანები, ვინც ჯერ კიდე არ იცის რა არის ქვეცნობიერი და საერთოდ რა საჭიროა ეს ქვეცნობიერი, საერთოდ გჭირდება თუ არა? საჭიროა, მე არ ვიცი, ეგ ისეთი შეკითხვა რომ მკითხოთ ეხა რა არის ღვიძლი და რა საჭიროა, ის არსებობს და ალბათ თავის ფუნქციები აქვს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ქვეცნობიერის განმარტება მაინც გავაკეთოთ როგორც არის, ხო? ეხლა ახალს ჩვენ ვერ მოვიგონებთ, მოდი მაშინ თუ ვინმე მარიცის, ძალიან ის განმარტებას გავაკეთოთ, რომ ადამიანის ფსიქიკური არსებობა გაყოფილია ცნობიერ და არაცნობიერ ნაწილად. ცნობიერი ვიცით რაც არის, აი რაც ჩამოთვალე მე თავიცოდი რომ უნდა მესწავლა, გავზრდილიყავი, მე რაღაცა მესწავლა, შვილები გამოჩინა და ასე შემდეგ და სამშობლო რელიგია და მეზობლები და კანონებული ცხოვრება. ყველაფერი რაღაც ისეთი გაწერილი სტერეოტიპებში. და არაცნობიერი თავისთავად იყოფა პიროვნულ და კოლექტიურ არაცნობიერად. აი ქვეცნობიერს ჩვენ ვეძახით პიროვნულ არაცნობიერს. ანუ კოლექტიური არაცნობიერი, მოდი ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი კოლექტიური, იმიტომ ქვია, რომ ზოგად საკაცობრიო და უფრო ღრმა კიდე რაღაც ძალიან იდუმალებით მოცული, რომელიც პრაქტიკულად თავის თავში ამთლიანებს ყველაფერს და მთელი ისეთი შინაარსები ცხოვრობს იქ, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით, მაგრამ გვმართავს. აი მთელი ეს ღმერთები კოლექტიური არაცნობიერიდან არის გამოსული და ყველაფერი და ქვეცნობიერი რაც ახსენე, ანუ პიროვნული არაცნობიერი, ეს არის შენი დაბადების მერე სუფთა ფურცელი, რომელიც ნელ-ნელა დაიწყლავსება აი იმ ინფორმაციული ველით, შენი შთაბეჭდილებებით, შენი ნებისმიერი რამ რაც მოხდა ცნობიერებას და შენ ხო აი რო არ გახსოვს 1 წლის 2 წლის 3 წლის და შენ დღეს არ გახსოვს ხელუხლებლად ყველაფერი გადასროლილია ქვეცნობიერში. კოლექტიური არაცნობიერი ეს არის უფრო დიდი რაღაცა უფრო კოლექტიური მეხსიერება კაცობრიობის და შესაძლოა არა მარტო კაცობრიობის ჩვენ ეს არ ვიცით რა არის, მაგრამ ჩვენ ეს აი ეს როდესაც არქეტიპებზე საუბრობთ, ვიბადებით. ხო, შინაარსებზე, მისტიურ სამყაროზე, სულზე თუნდაც შერასაც ამბობ, მე ვფიქრობ, რომ ეს არავინ ვიცით სული რა არის, მაგრამ ალბათ ეს უფრო კოლექტიური არაცნობიერის ფენომენია და მთლიანობაში ეს არის ფსიქიკა, ანუ ფსიქე. ცნობიერება არის როგორც წარმართველი მესაჭე, რომელიც იბადება, მეტყველებს და ესე იგი ცნობიერებამ უნდა დაიწყოს ამ არაცნობიერის შეცნობა და გაცნობიერება, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ შენ იბადები რაღაც დავალებით, შენს არაცნობიერში ცხოვრობს შენი პიროვნების რაღაც ნაწილი, რომელიც შენია, მაგრამ თლად შენიც არ არის, ხვდები, იმიტომ რომ არ არის გაცნობიერებული და შემოერთებული, აი უფრო გასაგები რო იყოს, მაგალითად ჩრდილის არქეტიპი, ხო? ჩრდილი არის ის რაღაც დაფარული წვდიადი იგივე ანიმა ანიმუსის არქეტიპი, ხო? მამაკაცი ქალი, ქალში მამაკაცური საწყისი. და ეს ყველაფერი უნდა გახდეს შენი
ცნობიერად ნაწილი, თორე ისე პოტენციაში ეს შენ ხარ, ეს დაახლოებით ისე ჩვენ რომ ვამბობთ, რომ აი ღმერთი ჩემშია, მაგრამ ნუ რა ნაწილშია და გრძნობ თუ არა, ეგ მეორე თემაა, ხო? გზა არის ძალიან მძიმე ლაბირინთებით მოცული. კი ბატონო. ეს დაადასტურა კიდე კაცობრიობის ცხოვრებამ და ეს მთელი მითოსური ეპოსები, მე ვიტყოდი რელიგიური წიგნების, როგორც არის ბიბლია, ან ვედები, ან ყურანი, როდესაც იქ ჩვენ თავგადასავლებს ვისმენთ გმირების, მაგალითად ადამი და ევაც არქეტიპია. ეს სავარაუდოდ არის სწორედ აი ეს პროცესები, რაც მიდის ადამიანის კოლექტიური არაცნობიერში და რაც გასაცნობიერებელია და უნდა გადმოვიდეს ცნობიერში. ანუ რაც უფრო შენ ბევრს აცნობიერებ, შესაბამისად უფრო ცნობიერი, ფართოდ ხედველი პიროვნება ხდები. ასევე იუნგი მიიჩნევდა, ხა იუნგს გვერდს ვერაულით, იმიტომ რომ მისი შემოტანილია, მისი ფორმულირება და არავინ დაიბრალოს, ეხა ეს რომ ესეთი ფორმულირება არავის არ გაუკეთებია, კოლექტიური არაცნობიერი საერთოდ მაგის ფენომენია, არქეტიპები, მაგის ტერმინებიც კი მაგისია, ყველაფერი მაგისია და ამიტომ რახან ამ თემას ეხა ვუხსნით მაყურებელს გვერდს ვერაულით, ხო? და შესაბამისად აი ეს არქეტიპები, რომელიც ცხოვრობს აი ამ მითოსურ სამყაროს ვეძახი მე არაცნობიერს, იმიტომ რომ ჩვენთვის მითოსურია. იუნგს მიაჩნდა, რომ თვითონ ღმერთის ფენომენი, ქრისტე, ბუდა ეს არის ზუსტად კოლექტიური არაცნობიერის არქეტიპი, ანუ აქედან შემოსულია. უფრო მეტი განიხილავს, რომ ჯვარი აღმოსავლეთში, დასავლეთში და მანდალა აღმოსავლეთში ესეც კოლექტიურმა არაცნობიერმა მიაწოდა ადამიანს. ხო, აი ადამიანი რომ ამბობს რაღაც სიზმარმა დამხატინა, ხო არის ესეთი ვნახე და დავხატე. ხო, ეს სიზმარი სხვა არაფერია თუ არა შენი ფსიქის რაღაცა მთლიანი ნაწილი, რომლის კუთხე-კუნჭულები იმდენად ბნელია ადამიანისთვის, რომ რა ვიცი, შეიძლება 18 ცხოვრება ვერ გააცნობიერო. ეხლა ჩვენი სამუშაო პირველ რიგში ჩვენ რასაც ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ფსიქიკურ პრობლემებს ვეძახით, ეს უფრო პიროვნულ არაცნობიერს ეხება, ანუ კომპლექსები და მსგავსი რამები, ყალიბდება, სტრესები, შიშები, შფოთვები, კონკრეტული მიზეზებისგან ვიძახი. ეს არის რა თქმა უნდა გასაცნობიერებელი თქვენი პიროვნული არაცნობიერი, ანუ ქვეცნობიერი, ერთი და იგივეა. ეს არის ანუ რას ვაცნობიერებთ, ხო, აი მაგალითად ბავშვობის ტრაუმებს, ბავშვობიდან წამოღებულ შიშებს, ასე შემდეგ. მაგრამ აი მაგალითად მე რო ძალიან პატარა ბავშვობიდან მქონდა სიბნელის და შავი ფერის შიში, მე ვთვლი რომ ეს უფრო კოლექტიური არაცნობიერიდან იყო, იმიტომ რომ დედაჩემი ამბობდა რომ აი როდესაც გავიაზრე საერთოდ თვეების ბავშვმა, პირველი ძიმე რეაქცია მქონდა შავ სათამაშოზე, ისტორიულად ვტიროდი, კი. ხო ეს სიბნელის შიში მე ძალიან დიდხანს გამყვა ცხოვრებაში და პირდაპირ ბოლოს აღმოჩნდა კავშირში კონკრეტული რაღაც გაცნობიერებასთან და მომეხსნა მე, მაგრამ ძალიან დიდხანს ტანჯა მე ამ სიბნელის შიშმა. აი, რომ კითხო, ზოგადად ფსიქოლოგთან როცა მიდიხარ, თუნდაც შფოთვით მიდიხარ, ან კონკრეტულად რაღაცის შიშით მიდიხარ, აი ავიღოთ მაგალითად შენ მაგალითზე, ხო, შავი ფერის ან სიბნელის გეშინია. აუცილებელია, რომ ფსიქოლოგი დაგეხმაროს იმაში, რომ მიაკვლიო, რომ საიდან მოდის ხო ეს შიში, რა თქმა უნდა. ესეთ უნდა დაგეხმაროს. ბავშვობაში, ნუ შეიძლება შენ მაგალითზე შენ როგორც გაიხსენე, რომ რაღაც შავი სათამაშოსი შეგეშინდა პირველად და აი მე როგორ აცნობიერებ ამას, რომ საიდან მოდის ეს შიში და რატო აღარ გეშინია ამ გაცნობიერების მერე? არა, ნახე, ეს შავი სათამაშო არაფერ შუაში არ იყო, როდესაც მე ძალიან აი მრავალი წელი მქონდა უაზრო შიშები ბავშვობაში სულ მეგონა რომ დამყვებოდა ვიღაც უკან ეს რაღაცა მისტიურ არსებებს უკავშირდებოდა, მაგრამ მე მაშინ ვერ ვიაზრებდი ამას, ცხადია. მე ისიც კი მახსოვს რომ დღეც რო ვიღვიძებდი რაჭაში რომ სახლებია, ხო იცი ეს სპეციფიური ლაქები აქვს იმეებს, რა ქვია, ფიცრებს, ხო? და აი რაღაცა ფორმით რომ აი ეს ნიანგების და გველების შიში ძალიან ღრმა ბავშვობიდან ნიანგი საერთოდ ნანახი არც მყავდა, ხო? მივაკვლიე არა იქიდან რომ ეს ბავშვობა არაფერ შუაშია რომ ის შავი სათამაშო შემეშინდა და დარჩა ეგ შიში, არა. სრულიად ჩემ თავში რაღაც დიდი ჩრდილი გაცნობიერდა, ჩემი პიროვნების რაღაცა ნაწილი
დემონებს რასაც ეძახიან, მოდი ახლა დღეს ამის ფორმულირება შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ დასრულდა ეს პროცესი ჩემთან და მივხვდი რომ დემონური ნაწილი ადამიანის ხო ვიღაცამ შეუძლია უარყოფითი დაარქვას, ვიღაცამ შეიძლება ცუდი თვისებები, ნეგატიური, რა ვიცი, 1000 უარყოფით კონტექსტში. ხო, ყველაფერი რაც არის აი სანამ მაგის მიუღებლობა მქონდა საკუთარ თავში ეს იყო რა და ბოლოს აი რაღაცა სამყაროში შევაბიჯეს უკვე ხა მოკლედ გიყვები ჩემს გაცნობიერების ოღონ შევაბიჯე როდის იცი რომ ჯერ იყო მრავალი წელი ხე მე ძალიან დიდი ხანია ამ გზაზე ვდგავარ და პირველი რა თქმა უნდა გაცნობიერებული იყო ჩვეულებრივი ხე შერაცეწყები შიში ბოთვა დეპრესია ანუ ეს მაწუხებს კონფლიქტი იქ პრობლემა ამბიცია ეგო და რაღაცები ჯერ ეს ნაწილი ამ ნაწილებმა გაიარა და ბოლოს რომ ეს ნაწილი გაქრა პრაქტიკულად დაალაგდა კონფლიქტი, პრობლემა აღარ იყო, ხედვა შეიცვალა, ეს სიბნელე დარჩა მაინც. ანუ აი ხო, მე გიყვები თუნდაც 2-3 წლის წინანდელ ამბავს, ბნელდებოდა სახლში ვიყავი მარტო და ყველაფერი აქტიურდებოდა ჩემში, რაღაცა მითიური არსებები, რომელთა რა თქმა უნდა არ ხედავდი და არ მჯეროდა არსებობის, მაგრამ თითქოს გრძნობდა იმ დონეზე რომ სომატურად მქონდა გამო. კი. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები მქონდა ამასთან როგორი იცი, აი ერთხელ რაჭაში დავრჩი მარტო, რაჭაში შენ იცი როგორი სიბნელეა. იქ სხვანაირი სიბნელეა, იქ დაბნელდება, იქ უბრალოდ ცა არ ჩანს, ვარსკვლავი არ ჩანს და სხვანაირი და ეს ხეები აღძრავს რაღაც მართლა მონსტრები ვიცხანენ. დავრჩი მახსოვს მაშინ ალბათ რამდენი წლის ვიქნებოდი 19-ის 20-ის და არ დამოვიწყდება, მთელი ღამე მესმოდა რომ ვიღაცები მიკაკუნებდნენ კარებს. ეს რა თქმა უნდა ჩემი ცნობიერის პროექცია იყო მაგ შიშების, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი და ყველაზე კოშმარული ღამე ჩემ ცხოვრებაში. თითქოს დადიოდნენ ოთახში, უბრალოდ ღამე ვიწექი საბნიდან თავი არ მომიწევია. მეც გახსოვს ალბათ რაჭის მონსტრებზე რო გიყვებოდი ამ თებს რო უყურებ, მეთქი ღამე თქო. საშინელ შფოთს გრძნობდი და აქტიურებს. რაღაცას აშკარად და კი მითხარი მაშინაც. ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებდა, იმიტომ რომ აქტიურებდა მაგ რაღაცას. მერე გაგრძელდა ის, რომ დავიწყე ისევ რაჭაში, აი სიბნელეში, ისეთ ადგილებში გავლა. ჩემ სახლის გვერდზე ეკლესია შენიცი ეგ და მან სასაფლაოა, გადმოცემით არის სულ სასაფლაო და აი იქით რომ რაღაცა ბავშვების ხმები მესმოდა სპეციალურად მარტო ამ სასაფლაოს გავივლიდი. ნუ რა თქმა უნდა ხა საშინელად გავდიოდი, მაგრამ ქონდა ეს შიშებთან წინ დადგომის მომენტი, მაგრამ ეს არ ქრებოდა, ხვდები? მივხვდი რომ ეს არ იყო უბრალოდ შიში იმის რომ სიბნელის შემეშინდა და დაუთმე. და აი მე უკვე ავდექი და საძინებელ ოთახში სადაც მეძინა, ანუ როგორც ვარ, წინ დიდი სარკე დავიდგი სპეციალურად, იმიტომ რომ სარკეც აქტიურებს ადამიანში მისტიკურ, ну, ჯერ 1000 რაღაც გვაქვს წაკითხული ხო ამაზე და მოსმენილია აქტიურებდა. და აი მე მახსოვს რომ ვდგებოდი ღამეთა და მივდიოდი ამ სარკესთან და ვიხედებოდი დიდხანს, აი ვიხედებოდი და ერთ მომენტში დავაფიქსირე, რომ საკუთარი თვალები მაშინებდა. აი ერთ რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ თლიანობაში რაც მაშინებდა საკუთარ თავში, თან ახლა ღამე იცი როგორ ჩანს, ხო, ოდნავ რო შუქი გირთყავს, მაშინებდა საკუთარი თვალები. არ ვიღაც იყურებოდა ჩემგან, რომელიც თითქოს მე ვიყავი, მაგრამ ფაქტია რომ მაშინებდა რა. კი, ეგ ტექნიკა მეც მირჩია სხვათა შორის. არა, რა თქმა უნდა, არც ამან არ დაალაგა, უბრალოდ ამან ცოტა რაღაც გამოძლიერა. ეს სომატიზაცია ოღონდ სულ მქონდა იმ მომენტში, როცა ვდგებოდი სარკას უყურებდი, აი სულ მაყრიდა, სულ, მაგრამ ვამბობდი ეს უშიშრობა, მე საერთოდ ცოტა მაგ ბავშვობიდან ან ცოტა უაზროთაც მაგ რა, შედიხარ ცეცხლში და არალოგიკურად არც კი ფიქრობ რა მოყვება და აი ესე ვიყავი რომ მეთქი მოხდეს რაც დავიშალო, ოღონდ ამ შიშთან აღარ უნდა ვიცხოვრო. ხო და მე ეგ ანუ ეგ მაინტერესებს, აი როცა რაღაც პანიკურად გეშინია. აუცილებელია თუ არა, აი რას ურჩევ ხოლმე პაციენტებს, რომ აუცილებელია თუ არა ამ შიშს აუცილებლად თვალებში ჩახედონ თუ გააჩნიათ უსიცოცხლე ცხოვრებაში ხელს არ უშლის, მაშინ შეუძლია რომ უბრალოდ გვერდი აუაროს. ახლა რა არის ის ისტრაფის თუ გეშინია, არავის არ ურჩევს 200 თიაროს. ან სიმაღლის თუ ეშინია გადმოხდეს, მაგრამ სიმაღლის შიში ახლა ძალიან საინტერესოა.
ფსიქოლოგიაში სიმაღლის შიში ასოცირდება ეგოცენტრულობასთან და იმაზე მაღალ ამბიციასთან, ვიდრე შეგიძლია შეასრულო, ვიდრე შეგიძლია ახვიდე მწვერვალზე, ამასთან არის კავშირში. ანუ სიმაღლის შიში თუ დაგეწყო უცებ, უნდა გააცნობიერო, რომ შენ რაღაცა ეს პერფექციონიზმი არ გასვენებს და ადიხარ და მთელი შენ ეს არის კომპენსირება, გეუბნება შენი თავი, რომ გაჩერდი შენ, აქეთ რესურსი არ გაქვს, ხო? იმიტომ რომ იუნგი ამბობდა, რომ შენ როცა მწვერვალს გაყურებ, რომ იქ ვიღაც ადის, შენ ყოველთვის გახსოვდეს შენ საიდან იწყებ. იმან შეიძლება გორაკიდან დაიწყო მწვერვალზე ასვლა და შენ შეიძლება უსწრულიდან ადიხარ და სიმაღლე მწვერვალით კი არ განიზომება, იმით თუ რა მანძილი გაიარე რეალურად, ხო? და საიდან დაიწყე სვლა. ხო, ესენი ასე თუ ისე დასალაგებელი მოგვარებადია თუ ადამიანი მოусმენს საკუთარ თავს, მაგრამ რა უშლის ახლა ადამიანს ხოლმე ეს პერფექციონიზმი ერთვება ძალიან ცხოვრებაში, რომ აი უნდა მიაღწიო, უნდა გააკეთო, რას ქვია ვიზე ნაკლები ხარ ეს სულელური შედარებების და ის შეჯიბრის ხო, იმიტომ რომ ესე გვდიან რა. შიშის თვალებში ჩახედვა ნიშნავს, რომ გაიგო შიშის არსი, რისი გეშინია. და როდესაც მოსმენას იწყებ, შენ აუცილებლად ხვდები სინამდვილეში რა გაშენებს რა. აუცილებლად ხვდები ეს შიში გამოწვეულია სოციუმის შიშით, მიღწევის შიშით, შეფასების. საბოლოო ჯამში სახელები მოდის ამის ფორმულირება, მოდის მოსმენას თუ დაიწყებ. მე რასაც მივხვდი ხშირ შემთხვევაში შიშებთან ვერ დგებიან ადამიანები, რომ არაფრით არ აღიარებენ, არ იღებენ, რომ ნუ თუმე შეიძლება ამის მეშინოდეს. აი არ აღიარება ყველაზე მეტად აბუქსავებს ადამიანს და ყველაზე მეტად უშლის ხელს წინსვლაში, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ესეთი რას ქვია, მე არ არსებობს ეს მე როგორ ანაირად და თუ და სასტარტო პოზიცია გექნება, რომ არავინ არ ვარ და აი ყველაფერი რაც შემოვა, მივიღებ, იმიტომ რომ ჩემია, მე რელაგდება რა. აი მაგ არავინ არ ვარზე უნდა დაგისვა ერთი კითხვა. უცებ რომ ჩამოიშალოთ ჩემ თვალწინ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მანამდე ხდებოდა ეს რაღაც ზუსტად არაღიარების გამო, ბუქსაობდი და უცებ ანუ მოხდა ესეთ რაღაც რომ მაღიარებინა მაინც რაღაცამ ყველაფერი რა. თუნდაც ის რომ შურდა ვიღაცის, თუნდაც ის რომ ბოროტიც ვიყავი, თუნდაც ის რომ შეიძლება ვიღაცისთვის კარგი არ მინდოდა, ბოროტება ესეა ხო რა. ოღონდ არ მინდოდა ამ ყველაფრის აღიარება რა, ფაქტია რომ მე თვითონ უმალავდი ამ ყველაფერს ჩემ თავს, მაგრამ უცებ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ფიზიკურად სხვა გზა არ დამიტოვა რა, რაღაცამ, არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ ჩემი თავი იყო ის რომ, მაგრამ ფაქტია რომ აი მთლიანად დავიშალე, რასაც ქვია და დავრჩი აბსოლუტურად ცარიელი. და ზუსტად ეგ შენი სიტყვები მახსენდება მაშინ რომ საუბრობდით მე და შენ რომ ვინ ხარო, აი არაფერი არ ხარო რა. მაშინ მეუბნებოდი, ხო არაფერი არ ხარ, ჩამოინგრა ყველა სტერეოტიპი, ყველა ავტორიტეტი, არავინ და არაფერი აღარ დარჩა საერთოდ ჩემში და უცებ მივხვდი რომ სრული სიცარიელე მაქვს, ეხლა რა უნდა გავაკეთო, საერთოდ რატო ვიცხოვრე, რა მინდა და მე დავიწყე თავიდან რაღაცების აღდგენა, თავიდან სწავლა, აღიარება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც ვაღიარე ის ყველაფერი მაგის მერე. მაგრამ აი ეგ არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის, რომ ადამიანებს ჩემს გარშემო როცა უყურებ და მაშინაც მაგას ვამბობდი, რომ ეს ხო ყველას არ ემართება. ჩამოშლა? კი, იმიტომ რომ ადამიანები მთელი ცხოვრება ცხოვრობენ ისე, რომ საერთოდ ეხლა ჩვენ რაზეც გვაქვს დიალოგი, შეიძლება ეს ვერც კი გაიგონ რა არის, იმიტომ რომ არ გამოსცადონ მთელი ცხოვრება. ხო, მაგრამ ნახე, ადამიანის ამაგეროთ მთელი ცხოვრება არის ცუდად და ვერ იგებს რატო. ჩამოშლა ნიშნავს, რომ გაიგო რა ხდება. კი ბატონო, გეთანხმები, ადამიანების ალბათ რა ვიცი 80% გვდება ისე, რომ ამ ტერიტორიაზე საერთოდ არ შედის, მაგრამ ეს ხო არ გამორიცხავს იმას, რომ ეს ადამიანი ცუდად არის, ეს ადამიანი ამბობს, რომ რასაშინელება ვერ მოვასწარი, ის ვერ მოვასწარი, გამიცრუდა იმედები, ანუ სენტიმენტებში რატო გადადის და რატო კვდება მოხუცები, რატო არიან სევდიანი თვალებით ხან ახალგაზრდობას მისტერიან ხან იმას მისტერიან ხან ამ დანაკარგს, იმიტომ რომ ვერ შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე და ვერ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი არის თამაში. ზუსტად ეს ჩამოშლა, რაც ჩამოიშლება, მაგას ქვია ეგო, აი ეგო თუ აინტერესებს ვინმეს რა არის, ეგო არის ცენტრი, რომელსაც აქვს სტერეოტიპები, იდენტობები, განათლება, წარმოდგენა, იმიჯი, ყველაფერი ეს მთელი ეს რაღაცა ბუკეტი, რაც ჩვენ გონია პიროვნება და ჩვენ ხო საერთოდ ესე ვжрდიდან, რომ სწორედ ეს იყო ნამდვილი, ესეთი უნდა ყოფილიყო, რომ მოკვდები შენზე, კარგი ილაპარაკონ, რაღაც ბლა 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 და
შესაბამისად რაც იშლება არის ეგო და ეხლა რატოა მტკივნეული იცი რომ შენ რომ მთელი ცხოვრება ხა ამ ეს ჭიქა იცი და წყალი იცი ამას რომ გართმევენ კვდებით ყურვილით ჩვენ მეტი არ ვიცით არაფერი მაგის გარდა და რო გეშლება სანამ ეს თავისუფლება შემოვა სანამ ეს უცხო ტერიტორიის მიღება შემოვა ეს ხო შიშთანაც არის კავშირში მაგიტომ არის ცუდად ხო სიახლის შიში გონია რომ ჩვენ ვართ ინფორმაციით გატენილი ადამიანები ხა ინტელექტიც ხო ინფორმაცია განათლება ხო ინფორმაცია ამეტი არაფერი 1000 წიგნში წაკითხული ხო და შესაბამისად ეს ტერიტორია რო იშლება შენ უკვე აღარ იცი და უცნობი კიდე და მე ვფიქრობ რომ თუნდაც ღმერთი თუ ჭეშმარიტება რაც კიდე დაარქვი ეს ზუსტადაც უცნობია ნაცნობში და მაგ შენს ინფორმაციაში რომ ღმერთს ვერ პოულობ ეს ხო უკვე გასაგებია რომ აქ ღმერთი არ არის და თუ ხარ ხა მიდი აბა გადადი მაგ ტერიტორიაზე და წადი შენ შედიხარ შენი არაცნობიერის ისეთ სიბნელეში და მივედი ხა ჩემი სიბნელის შიშის დაკარგვასთან აი ამ გაცნობიერების პროცესში ისეთ ტერიტორიაზე შევედი ჩემს არაცნობიერში ისეთ დემონებს გადავეყარე და პირველად რაც გავაკეთე მივიღე ეს დემონები მივიღე როგორც ჩემთვის მე ვიყავ ეს სულ სინათლე მიყვარდა მზე მიყვარდა ეს და უცებში მივხვდი რომ სიბნელე შემიყვარდა მე ეს რომ გაურბოდი სიბნელეს პირიქით ეხაც ესე ვარ სახში თუ მარტო ვარ სულ ვაბნელებ სახს დავდივარ სარკესთან მივდივარ ვიყურები თვალებს უყურებ და ვხვდები რომ ყველას ვინც თუ რამეს იქ ვხედავ ეს მე ვარ აი ეს ნაწილი მივიღე ჩემი სიბნელის, ოღონდ ამას წინ უძღოდა ჩემი ძალიან ბევრი ნეგატიური რამის მიღება, აღიარება და ოღონდ არ შეცვლა არა. მე მივხვდი რომ ეს ჩემია, ეს მე ვარ, ხო, აი ესეთი შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის ხისტი, ვიღაცისთვის ჩაკეტილი, ვიღაცისთვის რაღაცა ისეთი იპოქონდრიკი, რომელიც ძალიან ცდილობს რომ გვერდი აუაროს ადამიანებს, მაგრამ მივხვდი რომ ეს ჩემი ორგანული მდგომარეობაა და მივიღე რა, აი ყველაფერი შერაც თქვი წეყანეს, შიში, შური, ყველაფერი აბსოლუტურად რა, აღარც კი იყო მაგაზე ლაპარაკი, რა შური არ არის და რა, ყველაფერია თან იმდენია რომ და აი ამ ტერიტორიაზე შესვლა, ისეთი სიზმარიც კი ვნახე უცნაურად, სანამ ეს შიშები გაქრებოდა, რაღაც არის ძალიან მე ხო სულ ჩემი ცხოვრება არქეტიპული სიზმრები მაქვს, ეს ჩემი ძალიან ბავშვობიდან გააქტიურებული, არც ვიცი პირველად რამხელა ვიყავი, რომ დაიწყო ამან შემოსვლა, ვერც გავიგე რა იყო და სიზმარი ვნახე ესეთი, რომ დიდ დარბაზში შევედი, სულ შავებში ჩაცმული, ნუ აი ვიტყოდი რომ სატანა როგორი შეიძლება წარმოიდგინო, ესეთი თვალები რო ანათებს და მივედი და მოვეხვიე, მახსოვს, აი მოვეხვიეთ ერთმანეთს რაღაცა სერიოზულად. ზედიზედ ვნახე ესეთ ორჯერ სიზმარი, მეორეთაც ანალოგიურად რაღაცა ისევ დიდ დარბაზში და რაღაცა ხელდასხმა იყო ჩემი და რომ გავიღვიძე, მე მაინტერესებდა რა იყო არქეტიპული სიზმარი ისეთი რაღაცაა რომ შენ რაღაც ხდება ანუ რაღაცა სიბნელესთან დაუმეგობრდი და მივხვდი რომ რაღაც დამთავრდა აი სიბნელის შიში აბსოლუტურად გაქრა დაუმეგობრდი შენ შიშს გაქრა ხო და სიზმარმა ფორმულირება ამაჩვენა რომ ეს დასრულდა რა მაგარია ხო მაგრამ აქამდე იყო აი ის მიღება და აი როგორც სინათლეს ვხედავ ეხა ძალიან დიდი მასშტაბებით და მიყვარს და მზე ყოველთვის არის ჩემი ენერგიის წყარო ეხა მივხვდი რომ სიბნელეც ასეთივე ჩემთვის უდიდესი ჩემი სახლია და უდიდესი ჩემი სამყაროა სადაც მე ვარ ცენტრალური ფიგურა ზოგადად ფსიქოლოგები გვირჩევენ და შენც ესე მეუბნებოდი რომ სიზმრებს დააკვირდიო აი სიზმრებიდან რა დასკვნები შეიძლება რომ გამოიტანო იცი რა არის ახლა ყველა სიზმარი რა თქმა უნდა არ არის მნიშვნელოვანი ესეც არ არის ახლა რომ ზოგი მე ისეთი სიზმარი ხდება რომ სულ რაღაცებს მკითხაობენ სიზმრებს ამოაქვს პრობლემა ანუ ჩვენ ეს უნდა გავიგოთ კარგად რომ სიზმარი არც წინასწარ მეტყველია არც არაფერი მას ამოაქვს პრობლემა რა მიმართულებით გაქვს ამუშავო იმიტომ რომ არაცნობიერი მუდმივად ცდილობს რომ აი ამ დიალექტიკურ დისკუსიაში შევიდეს ცნობიერთან, ცნობიერება კეტავს მას, იმიტომ რომ ყველაფრის ეშინია, რაც უცხოა და მე უკვე სიზმარი არის ერთ-ერთი როგორც ინტუიცია, ერთ-ერთი რაღაცა ხერხი, რომ მოგაწოდოს, შემოგიგდოს პრობლემა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არქეტიპული სიზმრები აკეთებს ამას.
იმიტომ რომ არქეტიპული სიზმრები ეს არ არის ჩვეულებრივ სიზმარიში, რომ სამსახური დაგესიზმრა, იმიტომ რომ გადაიტვირთე და ხვალ სამუშაო გაქვს და ის დაგესიზმრა, რომ დილით გაიღვიძებ ხა და სამსახურში მიდიხარ და გეზარება. ეს არა. არქეტიპული სიზმარი ეს არის უფრო მითოლოგიური ხასიათის, აი ცოტა არაბუნებრივი სფერო, არაბუნებრივი ადგილი, ან შენი ბავშვობის ადგილი. აზრი ვერ გამოვიტანაო, რომ ამობენ მაგ სიზმრებზე საუბარი. ხო, აი იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისებური დატვირთვა, სახლის სიზმარში ხშირად არის თვითონ გონების სიმბოლო სახში, რა ფუნქცია გაქვს, ბავშვობის სახლი შეიძლება რაღაც კონკრეტული მოგონების გაცნობიერებასთან იყოს კავშირში შენი შიშების და კომპლექსების და ამ თვალსაზრისით სიზმარი ყოველთვის მიგანიშნებს პრობლემას და სიზმარი არ უნდა მიიღო როგორც ჯილდო რაღაცა მითხრა ღმერთი ჩამოვიდა და მედალი ჩამომკიდა არის ადამიანი ხო იცი მიდრეკილია მისტიკისკენ მიდრეკილია ეს ვნახე ის ვნახე არა სიზმარი მიგანიშნებს ეხლა მე რომ დემონი ვთქვი წაღან სიზმარში დემონი არის სიმბოლო შენი წყდიადის ხვდები დემონი ესეც არის მითოლოგიურად არის შენი მიუღებელი წყდიადი და იმიტომაც არის მტერი ანუ არაცნობიერი რომელსაც შენ ვერ აცნობიერებ ენერგია იგულისხმება რა თქმა უნდა არაცნობიერში ის დესტრუქციული ხდება და განგრევს დემონი რელიგიაში და მითოლოგიაში არის დამანგრეველი ძალა ხვდები ეს არის დამანგრეველი ფსიქიკური ძალა რომელსაც არიღებ არაცნობიერებ არიერთებ ეწინააღმდეგები და ცხვირს უბზუებ რა არა მე ესეთი არა ვარ და შესაბამისად ის ხდება უკვე ესეთი დამაგრებელი ფსიქიკური ძალა. აი ეს მომენტია რა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ხო, შენგან მახსოვს ძალიან ესეთი რჩევა იყო მაშინ ჩემთვის რა მიუღებელი იყო მაშინ, იმიტომ რომ მე რო გეუბნებოდი რომ საშინლად მეშინია. საშინლად მტკივა, საშინლად რაღაცას განვიცდი და მიიღე, ნუ ეწინააღმდეგები. სულ მაგას მეუბნებოდი და იმდენად საშინელება იყო ეს ჩემთვის, რომ ვერაფრით ვერ ვიღებდი, რომ ამ შეგრძნებას ვერ მივიღებ, ვერანაირად მეთქი გავნებოდი და რაც უფრო შეეწინააღმდეგები, მით უფრო ძლიერია და მით უფრო გებრძვის მეუბნებოდი, მაგრამ მე რა მივხვდი, რაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ანუ ჩვენი შიშები, ჩვენი შფოთვები, უნდა გავხადოთ, ესეც ჩვენია და უნდა მივიღოთ. აი როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ხო? შიშის და შფოთვის უკან რეალურად კონკრეტული წინადადებები, აზრები და იდეები დგას. ეხლა ესე არ არის, რომ შფოთავ და რაღაცა არის გაუცნობიერებელი შფოთვები, რომელსაც იმ წუთას ვერაცნობიერებ, მაგრამ მე დრო რო გავა და გადაივლის ეს ტალღა, მე ხვდები, საიდან მოდიოდა, ხვდები და მიღება ნიშნავს დარჩე მაგ მდგომარეობაში, არ გაიქცე, გონება არ გადართო, რომ დაიწყო გაგება, აი როგორი ხა უყურე თათა შენს გონებაში ვერაფერი ვერ შემოვა სხვა კოსმოსიდან. ყველაფერი ამოდის ერთი ნაწილიდან მეორეში. ესე იგი თუ ჩემშია ეს ყველაფერი, მაშინ რო გაურბივარ, ვის გაურბივარ? საკუთარ თავს გაურბივარ, ხო? ერთი კუთხიდან გაურბივარ მეორეში, ვიმალები რაღაცას გადავერთვები, კოჩი წავალ, მოყვება რა თქმა უნდა, დარჩები თუ არა, მარტო ეგრევე თავს წამოყვავს. ნუ კაი ახმაურდები, მიჩუმდება, აი როგორც ის კვილი რო გტკივა, მიიღებ ამ ტკივილ გამომშველებს გადავა, გადაივლის, ამოდის და არაფერი არ იშველება, სანამ არ გახსნეს ეთიმით და ჩვეულებრივ ნაგავს არ გამოიტანს. ზუსტად ესე ამ პრინციპზეა ხვდები ფსიქიკა მოწყობილი. როდესაც ადამიანს ესაუბრები და შენზე ბრაზდება, ეს ისე იცი როგორი თემაა, უცხო რამეს ეუბნები და მაგიტომ თორე შენ წეღან თქვი გვინდა საერთოდ ქვეცნობერიო მე არ მიხარია ამის არსებობას იმართლე გითხრა და საერთოდ არ მიხარია ამ ყოველფრის ყურება ჩემში ამდენი დაფარული, დამალული, გაუაზრებელი, გაუცნობიერებელი, აფთქებული, შემოვარდნილი ემოციების მე არ მიხარია ეს. მე მერჩია დაუბადებული ყავი ლაღი, არა, ლაღი ისედაც დავიბადე, მაგრამ მე რომ მიდიხარ, წინ არაფერი დგას ცხოვრობ, მეც მინდოდა ეგეთი ცხოვრება, მაგრამ ნუ არ არის ხვდები და ეხლა ქირურგთან რო არ მიდიხარ, იმიტომ რომ აი მე რო გამჭრის მეშინია, ამით რა შენი ორგანიზმი ხო არ განიკურნება, ეგ არის ხვდები. ეს არის რა, ეს არ არის ბედნიერების მომტანი, მაგრამ ეს არის წინაპირობა იმის, რომ შენ თავთან მიაღწიო დამშვიდე და ამ სიმშვიდეში შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ ეს არის ბედნიერება. ეგ არის ზუსტად, რომ აი წაღადაც ახსენე, რომ თუ არ დარჩი მოყოლობერთან მერე მეც იქ დასკვნა გამოვიტანე რომ თუ არ დარჩი და თუ არ მიიღე მართლა მე მივხვდი ეს რაღაცას რა
მე რო შენთან მოვედი მახსოვს რომ არც მზე მომწონდა მზე რო ანათებდა ძალიან ზედმეტად ანათებს თქო მაგას ვამბობდი ქარი ისედაც არ მიყვარდა წვიმა არ მიყვარდა ზამთარი არ მიყვარდა ზაფხული არც ერთი სეზონი მაშინ ჩემთვის არ იყო მისაღები იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვხსოვდი თავს შინაგანად და სხვათა შორის მაგის მერე რაც შენ მითხარი რომ დარჩი მოკოლოფერთან და შენს გარშემო არტრიალებს სამყარო ეგ სიტყვები მითხარი უცებ მივხვდი რომ ხო არ არტრიალებს თურმე და პირველი დიალოგი მახსოვს მე შენთან ძალიან მტკივნეული იყო იმიტომ რომ პირველი ადამიანი იყავი ვინც ძალიან ბევრი სიმართლე მითხრა რა და მახსოვს რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე და შენზე ძალიან ბევრია გაბრაზებული ვიცი ხო და მაგას სულ ვიხსენებ რომ პირველი სიტყვები შენ რაც მითხარი მე რო დაგირეკე იმიტომ რომ მაშინ სიარულიც კი არ შემეძლო მე რო დაგირეკე გითხარი ეს რაღაც რომ მიშინია მეთქი რომ გავგიჟდები და საგიჟეში დავასრულებ სიცოცხლეს თქო და ძალიან შვიდი სახით მითხარი აბა ეხლა საცხოვრობ და უცებ გავჩუმდი და დავფიქრდი შეხედეო ხალხსო გაიხედეო ქუჩაშიო ტელევიზორშიო სოციალურ ქსელებშიო საცხოვრობო საგიჟეში არ ცხოვრობო ანუ მეკრევე უცებ გამაშეშე რა და აი წამში რო რაღაცა იცვლება შენში ეგ მოხდა რა და იმდენად ბევრ რაღაცაზე დამაფიქრმა მაგ ერთმა კითხვამ რაც დამისვი მაგ ერთ კითხვაზე იმდენი პასუხი ვიპოვე და იმდენ რაღაცას გავყევი მე რომ ბიჭო უცებ რაღაცები შემსუბუქება დაიწყო ჩემში რა რომ გამიხარდა რომ მარტო მე არ ვარ გიჟი რა მაგარია მეთქი ეგ იყო ძალიან კარგი გამოცდილება და ხო მაგ ყველაფერთან დარჩენა იმ თემას გავაგრძელებ რომ ზაფხული ზამთარი სეზონი ეხლა რომ დავდივარ და ვიღაცა მეტყვის რომ აუ დღეს რა ცუდი ამინდია და უცებ მერე გავიხედავ რომ მართლა ცუდი ამინდია იმიტომ რომ აღარ მოქმედებს აღარ რეაგირებს საერთოდ ფოკუსირებას არ აკეთებს აბსოლუტურად სულ ერთია მე თუ კარგად ვარ ქარიშხალიც რო იყოს და ინგრეოდეს დედამიწა აღარ მოქმედებს და ძალიან დიდი მადლობა შენ მოკლედ ამ ყველაფრისთვის რომ აქამდე მოვედი რა რო დაფიქრდე ხა ჩვენ სამყაროს ნორმალურს ვერ დავარქმევთ შეუძლებელია ჩვენ უბრალოდ ეს არის მთავარი რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ სიგიჟეს ჩვენ ქმნით ჩვენი ცნობიერებით რა ჩვენ ვააქტიურებთ ერთმანეთის შიშებს მაგრამ ნახე შენ ჩემში ვერ გააქტიურებ სიგიჟეს ჩემში თუ არ არის ეს ყველაფერი ხა შენ კომპლექს შფოთვას ამ რაღაცა უკმაყოფილებას ვერ გააქტიურებ რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის სარკეები მეტი ფუნქცია არც გვაქვს ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალიზაცია სოციუმი არის შენი სარკე შენი პარტნიორი არის შენი სარკე შენი შვილი არის შენი სარკე შვილი ყავს და იცი ხო ჩემმა შვილმა ისეთი ნაწილი გამოიტანა ჩემიდან დამანახა რაც საერთოდ არ მინდოდა მე მაგის დანახვა და სიამოვნებით არ დავინახავდი არასდროს და მოთმინება მასწავლა და რაღაცეები და ამიტომ ხშირად აი ამ რეალობას კი არ ვუყურებთ ჩვენ გოგონებაში გვითხრეს რომ ის ყველა ჭკვიანია ის ყველა მოწესრიგებულია იმას უმაღლესი განათლება აქვს იმას რეგალია აქვს ის მოდელია ის იმას ღმერთი წამს იმას ის პოლიტიკოსია და ეს იმდენად მუშაობს რომ შენ რეალურად არ გჯერა შენი თავის რო უყურებ რო ხვდები რომ სიგიჟია ხა რო ამბობ რომ მაგალითად ომი იმიტომ არის რომ იყოს მშვიდობა სიგიჟია ეს ხვდები მაგრამ მე გეტყვია რომ შენ რა იცი იმ პოლიტიკოსმა რა თქვა იცი იმ ბრძენმა რა თქვა იცი იმ ცნობილმა მოღვაწემ რა თქვა და არა და სიგიჟია ომი არის სიგიჟე ხვდები ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს მშვიდობის სახელით მარტო აქედან დაიწყე რა ну აღარ ვლაპარაკობ იმაზე ადამიანს რა შეუძლია გააკეთოს იმისთვის რომ ვიღაცაზე ცოტა მეტი კარგი ფეხსაცმელი ქონდეს ცოტა მეტი კარგი მანქანა ცოტა მეტი ფული რომელიც საბოლოო ჯამში აი ხო გიფიქრე ყველამ ხო რაღაცა გვიყიდიან ნივთები და ფიქრობ ზიხარ ამ ნივთებთან მერე აი მერე რა აი ხა მე მაქვს Samsung-ის ბოლო მოდელი და ვატრიალებ ხელში და მერე რა ეხა ეს რო Samsung-ის პირველი მოდელი იყოს რა იქნება რა საერთო აქვს ამას ჩემს გონებასთან რა საერთო აქვს ამას იმასთან რომ მე კი არ ვამბობ რომ ცუდია ტელეფონი ძალიან კარგია და მადგება რაშიც მჭირდება მაგრამ როდესაც მე ვრჩები ჩემს თავთან შენთან ურთიერთობაში ჩემს შულთან ვიღაცასთან შეგრძნებებით რას ცulis აი ეს არაფერს აბსოლუტურად ეს უბრალოდ მადგება იმ მომენტში ტექნიკურად ვმუშაობ და რაღაცეებში მაგრად მადგება
ხო და აი ადამიანს გონია რომ ეს არის იმისი იდენტობის ნაწილი, ფეხსაცმელი არის მისი იდენტობის ნაწილი, რომ თუ ამით გაივლის, უფრო იფიქრებენ, რომ უფრო კარგად არ დამოიწყდება არის რომ ერთი გოგონა მიყვებოდა ცხოველში შანელის მაღაზიაში მუშაობს და ეს ხო სასწაული ფასებია და მოხდა ისეო რომ ერთ-ერთ კოლექციაზე თანამშრომლებს რაღაცები მოგვწეს იაფად, ოღონდ ეს იაფი ნიშნავდა რომ მთელი ხელფასი ერთ ჩანთაში გადაიხადა და მე მიყვება რომ როდესაც ქუჩაში მოვდიოდიო შანელის ჩანთით და კაციშვილი ზედარ მიყურებდაო და არც არავინ იცოდაო რომ ეს ნამდვილად შანელის ჩანთა იყო და აი რაღაცა ეს რაღაცა ძალიან ეიფორი მე უცებ სასოწარკვეთილებაში გადამიყვანე რაში დავხარჯე ფული რომელსაც შენ აი ასე იმაშვები რა ქვია აგროვებ ეს იდენტობები ეს რაღაცა სახელთან ეს უბანთან სახლთან რა ვიცი ვიღაცა ცნობილ პიროვნებასთან არის ცნობილ პიროვნებასთან ეს არის სიგიჟე ხვდები იმიტომ რომ საერთოდ არ ხარ აქ და ნუ აი აკეთებ აპროგრამებ და აი ამ ქაოსში კარგად რო იყოს ადამიანი ეგ უფრო გასაკვირია ასე რომ ხო და მაგაზე გამახსენდა ზუსტად აი ხარდაც თქვი რომ აი რა თმინდოდა ზუსტად მაგ პერიოდში გაუცნობიერე იქ რომ ანუ აბსოლუტურად ყველაფერი იგივენაირი იყო ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ დამიკარგავს სახლიც მქონდა ანუ რას მაქვს იგივე ადამიანები მყავდნენ გვერდით იგივე ნივთები მქონდა და უბრალოდ ფიქრობდი რომ რა თმინდა ეს ყველაფერი ადამიანებიც კი არაფერი ციხე ხდება უცებ და საპყრობილი ყველა ტანსაცმელი არაფერი აღარ გინდა ხო ყველა ნივთი ყველა ტანსაცმელი სახლიც აღარ გინდა რეალურად და მე მახსენდებოდა შენ ძალიან კარგი წიგნები მირჩიე მაშინ და ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე რომ სანამ ყველაფერს არ დაკარგავო და საერთოდ მათხოვრად არ გადაიქცევიო და ანუ ბომჟი არ გახდებიო მანამდე ვერ მიხვდები საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებასო რა და ზუსტად მაშინ ვიხდი რომ აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა იგივენაირად როგორც მანამდე მაგრამ არაფერი არ მქონდა აი საერთოდ სერიალი ვიყავი და ეგ იყო მოკლედ ძალიან დიდი აღმოჩენა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ რა არის საინტერესო იცი თუ ფიქრობს ადამიანი იმას რომ თელ ცხოვრებას კონფლიქტში ატარებს სულ ვიღაცასთან შეჯიბრი აქვს დღე და ღამე 10 წლის 20 წლის 30-ის 40-ის სულ შეჯიბრში ხარ სულ გინდა ვიღაცაზე მეტი გქონდეს ვიღაცაზე უკეთესი იყო ვიღაცაზე მოდან უყურო აი რაღაცა სიგიჟეში ვატარებ და არა ურთიერთობა, არა გულის გახსნა, არა სითბო, არა პირიქით იმისთვის გჭირდება ხალხი რომ დაპატიჟო და აჩვენო ნახეთ აი მე სად ავედი ნახეთ აი მე რა ნივთები ეგ ხო საკუთარ თავთან კონფლიქტია და საკუთარი თავისთვის რაღაცების ხო ეს არის შინაგანი სიღატაკე როცა ეს სიცარიელე გჭამს სიცარიელე უნდა შეივსოს ამ არაცნობიერის გამთავისუფლებელი შენი წვდიადით მაგრამ როცა ეს არ ხდება სიცარიელეს ავსებ ნივთებით გონი ეს არის კომპენსირება ნივთებით ალკოჰოლით ნარკოტიკით როგორც მაგალითად ხშირად არის რომ რაღაცა დიდი სიყვარულის ეს მოთხოვნილება ადამიანს ხშირად გონია რომ ამ პარტნიორების ცვლით შეიძლება მაგის კომპენსირება რომ არა ეს კი არა ეხა ვიპოვი და საბოლოო ჯამში მაინც ახლა შენ წეღან თქვი რომ ჩამომანგრია ცხოვრებამ ყველაფერიო მაგას ცხოვრება მაინც აკეთებს ხვდები თუ შენ არიცი რა გინდა ცხოვრება შენ ამას ყოველთვის გეტყვის თუ შენ არიცი ვინ ხარ ცხოვრება დაგანახებს და ჩამოგანგრევს საბოლოო ჯამში უნდა იყო ხო ან და ამ ჩამონგრევას ნახე ვიღაცა მიიღებს როგორც ახლად დაბადებას ვიღაცა მიიღებს როგორც უბედურება ტანჯვად დასასრულად და რაღაცა ნუ მოთქმა გოდება რაც ჭირს ადამიანს რომ სულ მაყოფილოა სულ იქ არის სულ აქ დიდი ადამიანების ცხოვრებებს ცნობილი ადამიანების ცხოვრებებს ძალიან ხშირად კი ვკითხულობდი აი კოკო შანელი მარია კალასი აი ჩვენი მსახიობის კიდე რაღაც ძალიან ბევრი უცხოელი და ერთი და იგივეა ყველგან რა სანამ ეს პედესტალზე ხარ რაღაცა ყვები რომ მაგარია მე უცებ აღარ ხარ ნუ აღარ ხარ ხა არც ხმა მოყვება არც ის მოყვება გასაგებია ბერდები და ვიღაცა უფრო ახალგაზრდა მოდის და ეს ევოლუციური პროცესია უცებ ნოსტალგიაში ვარდები უცებ ხვდები რომ როგორი ბოროტება უცებ ხვდები რომ როგორ გაგწირეს ვიღაცას უყვარდი მე მიგატოვა და ვაიმე რატომ მიგატოვა არა და რო დაფიქრე და ძალიან ჩვეულებრივი პროცესი არის ურთიერთობა მე არ არის უბრალოდ ჩვენ ვართ ეგოცენტრულობა რა არის ის შენ უნდა იყოს სულ ცენტრში აი იქამდე მივედით სამყაროს ცენტრი და თუ ცენტრი აღარ ხარ მე всё შეგიძლია თქვა რომ სამყარო არის უბედურება და ამ დროს 8 მილიარდი ადამიანი რანაირად უნდა იყოს ცენტრში და
აი როცა ჩერდები მე და იკიდებ და იწყებ გაგებას რომ აი მე დამემართა რომ მეთქი ეს სიგიჟეა, მაგრამ გამოგებინეთ რა არის მაშინ რეალობა და რომ დავრჩი მარტო და დაიწყო ამ ყველაფერმა დაშლა და გვერდზე ვწევდი, იმიტომ რომ ეს ძალიან ნაცნობი იყო და აღარ მინდოდა. პირველი რაც დავინახე, რაღაცა სხვანაირი სიმშვიდე წამოვიდა შიგნიდან. სხვანაირი სიჩუმე, ველოდებით ხოლმე ზოგადად. სხვანაირი სიჩუმე და ამ სიჩუმემ ცნობიერებას თქოს მოატრიალა, ანუ ვიტყოდი რომ სხვა რაკურსიდან დავინახე მეთქი სამყარო, აი სარკის მიღმა გადავედი თითქოს და ისეთი მხარე დავინახე სამყაროსი, რომელიც სრულად ჩაკეტილი მქონდა, არც ვიცოდი რომ არსებობდა რა. ანუ ორი მხარე ახვდები. არის სინათლის და არის სიბნელის და იმ სიბნელის მხრიდან რო შემოვხედე სამყაროს აღარც ისე ბჭყვინავს ეს აღარც ურთიერთობები, აღარც მანქანები, აღარც იდეალი, აღარც ავტორიტეტი არავინ არ არის, აღარც იდეალი, ყველას უჭერს, ყველა ცუდად არის. არც არავინ არ არის, იცი რა, მე ვიფიქრე რომ აი ამ სამყაროში რას ვიძებდი, ჩემზე ძლიერს, ჩემზე რა სიგიჟეა, რა ჩემზე ძლიერი ყველას თავისი გაჭირვები ადამიანი არის ერთის ფოთოების და შიშების ბუკეტი ქალიან კაციანად რა და ყველა აი ამას უბრალოდ მალავს კაცი მეტად მალავს იმიტომ რომ ვალდებულია ქალი კიდე აძლევს თავის თავისუფლებას და ნუ მოკლედ რა ერთი დიდი ტრაგიკული არსება ადამიანი ვიტყოდი რა ჩემი გადმოსახედიდან ცოტა ტრაგიკომიკური უკვე რა და ამასაც აი დავასრულებ ერთ რაღაცა ადრე რამე ჩხიკვაძის ქონდა ეს ტიპ რაღაცას ყვებოდა ჭრიჭინას რო იღებდნენ და ეს გიყვები ადრე აი ჯერ ჩემთვის ეს სიყვარული მამაკაცი ქალი რაღაც იყო და ეგ ხო ძალიან ტიპი იყო მაგრად გადაობდა თავის თავზე იმ მომენტში თქვენ მოჰკალი ძერა თავის თავზე გადაობს და იმას ბაძავდითო ლოურენს ოლივიესო რაღაცას და ნუ ყდებოდა თავის თავზე სიცილით რომ რას ასაცილოვარ მან რომ ახალგაზრდა შეყვარებული როგორი როლი აქვს ხო ახალგაზრდა რომანტიკული შეყვარებული არქიტექტორი პირველად რომ მოვისმინე ცოტა ვერ გავიგე იცი მეთქი რა ძალიან სიმპათიური ტიპი ანუ როლიც ისეთი აქვს შეყვარებული კაი ტიპი რაღაც მეთქი რას გადაობს ამაზე და აი ხა დამეწყო ზუსტად ეს საკუთარ წარსულს რო ვიხსენებ და სასიყვარულო გამოცდილებას აი ერთადერთი ემოცია მაქვს სიცილით ვკვდები და სიცილით ვკვდები ჯერ ჩემს თავზე თავი რო ძალიან ჭკვიანი და ძალიან ეგეთი მეგონა და ძალიან შეყვარებული გეგონა იმ ბიჭებზე კიდე ასევე რო ცდილობდნენ თავი ძალიან ესეთი რესპექტაბილურები ჭკვიანები და ძლიერები და ვითომ იდუმალები რო ენახათ ოღონდ ეს აი იცი როგორი სიცილი მაქვს აი იუმორი მაქვს აი ძალიან დიდი ხანდახან მივდივარ ხოლმე ვფიქრობ და აი ამით ხდება სიცილი შუაში ჯერ ჩემ თავზე რა წარმოდგენა მქონდა ახლა იმ ბიჭებზე რა წარმოდგენა მქონდა და მე ეს წარმოდგენები რამდენი შექმნილი ხატი ყავდა ხო და შენი თავიც ხო შექმნილი გაქვს ახლა ის და ეს შექმნილი ეჯახება ერთმანეთს მე იწყებ ურთიერთობას არ გამოდის და გონია всё შენს თავზე ჩამოიცა დაინგრა ყველაფერი ეს ბიჭი თუ აღარ ჩამეხუტება დავიღუპები ეხა სულ მახსენდება აი ეს თქვენ მოკალი ძერა როგორ ყდებოდა სიცილი თავის ტიპაჟზე რა და აი ესეთი სასაცილოებია რაღაც რომანტიზირებული რაღაც ესეთი ძალიან კაცი როგორც რაღაც თეთრ ცხენზე ქალი რაღაც ძალიან ესეთი სათნოების განსახიერება რაღაც ესეთი ფუმფულა ისეთი ძალიან ნაზი ну короче რა მთელი ბოდვაში ვცხოვრობთ რა ნანა ბედნიერება როგორ გესმის აი ჩემთვის პოხუიზმია მაგარი ბედნიერება რა აი მე შემიძლია ვთქვი ხელი უნდა ჩამოგართო მაგარი პოხუისტი ადამიანი და ძალიან ბედნიერი ვარ ელემენტარულად ბედნიერი ვარ იმით რომ თუ რამე მახსენდება წარსულიდან მახსენდება მარტო იუმორი მარტო ის ელემენტები სადაც ბევრს ვიცინოდი და ის ხალხი რომლებიც ბევრს მაცინებდა და აი ეს ნეგატიური მოგონება სად გაქრა ჩემი ტვინიდან აზე არ ვარ და დღეს ხო საერთოდ ეს პოხუი მაქვს ჩართული ყველაფერზე სიგიჟეა ხვდები აქრამზე გავხსენდება სიტყვები რომ ყველაფერი ფეხებზე როგორ კიდია ბავშვობიდან ყველა მაგას მეუბნებოდა და მე ცუდად ანუ მართლა ეგრე ვიყავი რაღაცებზე არ ვფიქრობდი როგორ არა ვფიქრობდი სერიოზულად რაღაც თემებზე და ის მაგრამ ცდილობდი რომ ყველაფრისთვის ძალიან მარტივად შემეხედა და ეს გაგრძელდა არ ვიცი ძალიან ბევრი წელი აი ძალიან მართლა 33 წლის სანამ არ გავხდი და არ მართლა არ ჩამომეკიდა ყველაფერი სიმძიმე მანამდე ყველა მეუბნებოდა რომ ყველაფერი ფეხებზე როგორ კიდია და მე ვიწახდი ეს თვალი ავიკიდე მეთქი ყველაფერი ერთად დამეკიდა თქო რა
ჩემთვისაც ეგ არის ბედნიერება, ნამდვილად მარტივად რო ხო, რაიცა. და მაგამდე მისასვლელი გზა ალბათ ზუსტად აი მაგ ქვეცნობიერის აქამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მარტივი. გაიგე, რატო არ კიდია რა. გაიგე, ანუ რა სტერეოტიპი მუშაობს, რა იდენტობა მუშაობს, რა პროგრამა მუშაობს. გაიგე, ხალხო, ეს არის სამყარო, რომელიც მთავრდება. ეს არის სამყარო, რომელიც ხან უცებ მთავრდება. სამყაროში, სადაც ხშირად ლოგიკა არ აქვს არაფერს რა და ნამდვილად რა მე გაბრაზდი, გეწყინა, ნუ მე ვიღაცას უყვარდი, აღარ უყვარხარ, მე მეც მიყვარდა, აღარ მიყვარს. ნუ მე რა ვქნათ ხარა? სახელი და გვარი აღარ მახსოვს ადამიანების ვენებს რომ გადავიხსნიდი, მაგარი შეხვარებული ვარ მეთქი და ვერ ვიღდგენ საერთოდ რა მინდოდა, მაგრამ ნუ ძალიან კარგი იყო ამ ყველაფერმა მომცა, მასწავლა პროექციები დავცალე, მაგრამ დღეს ნუ შენ დაგისვი ერთხელ ესეთი კითხვა, რომ გადავრჩები თუ არა თქო. ანუ ძალიან ცუდად ვიყავი და გამოვალ თუ არა ამ მდგომარეობიდან შენი აზრით მეთქი და შენ მითხარი ისეთ რაღაცა, რომ გააჩნიაო, გაქვს თუ არა რესურსიო. მე არ ვიციო. შენ თუ გექნება ამის რესურსი, კარგად იქნებიო. აი, რა იგულისხმებოდა ამ რესურსში? ხო, პირველ რიგში ის რომ ადამიანს არ უნდა უთხრა რომ მოგართმევ ყველაფერს ლანგრით ხვდები ადამიანი მაინც და ამბიციური არსებაა და რომ ელაპარაკები რესურსზე თავისებური რაღაცა ათრიგერებს ხვდები რას ქვია კი მაგრა შემეშინდა ხო ეს ერთი შენ სულ მაშინებდი ისე ხო მე საერთოდ მაშინებ ადამიანებს ეგ ფუნქცია მაქვს მეორე არის ესეთი რამე რესურსი ნამდვილად უნდა მე ხარ მithumetas შენ უკვე ამ გზაზე დგახარ და ხვდები რესურსი ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები კი არის იგულისხმება რამდენად მზაობა გაქვს ჩახედო შენ თავს თვალებში ხვდები აი ეს არის რესურსი მე მაგის თქმა მინდოდა შენთვის რომ თუ შენ ხარ ამისთვის მზად რომ აი ის რასაც შენ აიგნორებ მუდმივად და გვერდზე ყრი, იმიტომ რომ რეალურად არავინ მოგატყუოს რომ თუ შენ არ დადგები და ყველას მიუმართავ ხა ვინც ავით არის შეწუხებული ამ შფოთვებით, შიშებით და ათასი ფსიქოლოგიური პრობლემებით ხალხო არავინ მოგატყუოთ რომ ვინმე დაგალაგებთ თუ თქვენ არ ხართ მზად და არ გაქვთ მზაობა დადგეთ საკუთარ თავთან მიიღოთ ის ყველაფერი ნეგატივი შენ რას თქვი რომ უცებ ისიც მივიღე რომ შორიანიც ვიყავი ბოროტიც ისიც არ მიხარო და ეს არ ну ვიყავი ისეთი რა ჩამომეშალა ჩემი რაღაცა იმიჯით 1000 და უცებ მივხვდი რომ ზუსტად ისეთი ვიყავი როგორც ყველა ჩემი ტრაუმებით, ჩემი ჩხუბით, ჩემი კონფლიქტით. კარგი გოგოს როლიდან გამოსვლა. აი ეს არის რესურსი არის, მზაობა კარგი გოგოს როლიდან გამოხვიდე და თქვა რომ ამის დედაც რა მოდი რა დავინახო ეს წყდიადი რა ჯანდაბა. ეგ არის რესურსი. შესაბამისად ეს უნდა უთხრა ადამიანს, აუცილებლად უნდა უთხრა. იცი რა, მე ხშირად მეუბნებია რომ ძალიან ხისტი ვარ და არ ვინდობ. მაგრამ მოდი რა მე ვიტყვი რომ მე თუ ვინმეს არ ვინდობ ეს ჩემი თავია პირველ რიგში და ამან მიშველა მე გადამარჩინა ამან რომ არაფერში არ დავინდე ჩემი თავი და ყველაფერი უთხარი პირისპირ და შესაბამისად როცა ადამიანი მოდის სასოჭარკვეთილი გაჭირვებული ხა კიდე დაждდა და თავზე ხელი გადაუსვა რომ ვიმე ნუ გეშინია და გაივლის და არაუშავს ეს მე მიმაჩნია ეს შარლატანობად რა ვქნა მე ამას ვერ გავაკეთებ, მე ამას არ ჩემ შულთან არ ვაკეთებ, ჩემი შვილს სულ მე ხა მე გიჟი დედა ვარ, ერთი შვილი მყავს, მაგრამ სულ ვაკეთებდი იმას, რომ როცა რამე პრობლემით მოდიოდა სკოლიდან, უხსნიდი რომ და იცოდე რომ სამყარო არ არის ესეთი ფერადი, როგორიც შენ გონია, რომ ამ სამყაროში ხშირად არის ბოროტება, ხშირად არის უცარის სიკვდილი, ხშირად არის ღალატი, აი არ მიყვარს როცა ადამიანს აცხოვრებ რაღაცა გამოგონილ სამყაროში, რომ აი კარგზე იფიქრე ეს არა არავით არის კარგზე პირიქით იმდენ ხას იფიქრე იმ შენს ცუდზე, სანამ ეს არ ამოიწურება და გონებას აქვს ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს ფსიქიკა, რომ ის წურავს მე ამ ყველაფერს და შესაბამისად რესურსი არის მზაობა. ახლა თუ შენ გინდა რომ თან კაი ტიპად დარჩე და თან დაალაგდა, ახლა ეგრე არ არის. ისე ძალიან კარგი იქნება ზუსტად მაგას ძალიან ბევრჯერ მithქვამს მე მაგალითად ძალიან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა ცოტა ხნის წინ და ჩემ დეიდაშვილზეა საუბარი რომელთან ერთადაც ვიზრდებოდი და სულ ქონდა ის რომ საკუთარ შვილს ვინმე რო გარდაიცვლებოდა ჩვენ სანაცნობაში ყოველთვის უმალავდა გარდაცვალების ამბავს და სულ ვეუბნებოდი რომ თამონა ნუ უმალავ უთხარი, იმიტომ რომ სიკვდილთან ერთად ვცხოვრობთ ჩვენ და ამის მიმღებლობა ბავშვს აუცილებლად უნდა კონდეს მეთქი და
ძალიან მწყდება გული, რომ მე ამ ბავშვს პირდაპირ მოუწია დედის სიკვდილთან. შოკის მდგომარეობიდან ვერ გამოდის. არა, ბავშვმა უნდა იცოდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს აუცილებლად. ეს ბუდას ცხოვრებაზე, ნუ ყოველთვის ესე წერია, რომ მას ზრდიდნენ სასახლეში და ყველაფერს აკეთებდა მამამისი, რომ ამას არ დაენახა, რომ იყო სიღარიბე, იყო ავადმყოფობა, იყო სიკვდილი, რაღაც ფერადი სამყარო შეუქმნეს და ну ესეთი ისტორია თუ ლეგენდა არ ვიცი მე რა მნიშვნელობა აქვს ამას ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერებისთვის და გადის ერთხელაც 6-11 წლის ბიჭი და ხედავს რომ ვიღაცა იქ საჭმელს ითხოვს, ვიღაცას მოასვენებენ მკვდარს, ვიღაცა ავადმყოფობით იტანჯება და ეს ითვლება მის ცხოვრებაში სრულ შოკად და გარდატეხად რომ გაჩერდა და თქვა რომ რა ჯანდაბა ეს რა სამყაროა დავიბადე გავიზარდე ავად გავხდე მოვკვდი ნუ თან ეს კარმის თეორია იყო ხო რეინკარნაციის თეორია ეს არელებისგან არის წამოსული პირველი ვედური ცოდნა რომ წამოვიდა ჩვენამდე ეს იყო რთხოვში მოსული და მაშინ იყო რომ პირიქით აი სუპერ საპირისპირო შეხება ქონდა ყველაფერი მიატოვა და წავიდა რომ გაეგო რა იყო ამ სამყაროს არსი ხო რა წავიდა რომ ეცხოვრა რა იყო არსი რომ აი რატო ხდებოდა რომ ამდენი უბედურება ხდებოდა ამ მაგრამ ხა ყველა ბუდა არ არის და ამიტომ მოდი ბავშვები ვაცხოვროთ იმასთან ერთად ხო მე იმის მომხრიც ვარ რომ ბავშვი მოუყუროს მიცვალებულს მოვიდეს ხა თუ ძალიან პატარა ასაკის არ არის და საუბარი შეიძლება და აუხსნა რომ ეს არ არის დასასრული გარდაცვალება რომ შეეული არ არის მაგრამ რაღაცა პატარ-პატარა ინფორმაციები ყოველთვის შეიძლება ბავშვურად მიაწოდო რომ ბავშვისთვის ეს შოკური ერთ ბავშვად არ მოუწიოს შეგუება სრული ფრუსტრაცია არ დაეწყოს მე რომ აი მატყუებდნენ იმიტომ რომ როცა იზრდები პირველი პრეტენზია რაც გაქვს მშობლებთან არის რატომ მატყუებდით ხო მე სულ ვამბობ რომ ნუ ვეუბნებით ბავშვებს სკოლაში რომ შენ თუ ისწავლი ყველა გზა გახსნილი გაქვს არ არის ესე ხვდები შეიძლება ძალიან ეს ბევრი ისწავლო განათლებულიც იყო მაგრამ ვერ აეწყო უნდა აუხსნა რომ ცხოვრება ეს არის ძიება ეს არის საკუთარი თავის გამოვლინება შეიძლება ამ გზაზე არ გამოდგეს იმ გზაზე გამოვა იმ გზაზე არ გამოვა შეიძლება სამჯერ შეიცვალო პროფესია ოთხჯერ შეიცვალო რაღაცა მიმართულება და ეს არის ნორმალური და არა ის რომ ეგრევე აიჩი პროფესია და თუ არ გამოვიდა რატო არის მე თან რა ასაკში ირჩევ თან აბსურდულ ასაკში და ისე მიხარია ხ ჩემი შვილი მეუბნება რომ სკოლას ამთავრებს მომავალში რომ არ მინდა არსად ჩაბარება დამაცადე გავერკვე არაფერი არ მინდა არა აი ვერ ხვდები რა ვისწავლო და მომეცი საშუალება 1-2-3 წელი ვიმუშაო გავერკვე რა მინდა და ისეთი აი ძალიან მიხარია იმიტომ რომ მე ვერ ვეტყოდი ამას არც ვეუბნები არაფერს თვითონ მირჩევნია რომ აიმუშაოს და დაალაგდეს და მე იფიქროს რომ იქნებ ეს ჩემი შვილის მაგას მიყვება ხო და ძალიან კარგია რომ ეს ბავშვები აი ესე ტრაფარეტულად არ აკოპირებენ იმას რომ აი ყველამ ჩააბარა ყოველი სექტემბერში აი ჩემი შვილმა არ ჩააბარა გამოდებენ ამ ნიშნებს და მე ნახე ეს ბავშვები მოდიან შენთან მეორე კურსზე და გეუბნებიან რომ გული მერევა არ მინდა აქ სწავლა უნდა მივატოვო უნდა წამოვიდე ახალი ისტერიკა იწყება სახში რას ქვია მიატოვო აბა რა გინდა გამოკვიდე ის მივცეთ ბავშვებს საშუალება იმიტომ რომ ცხოვრება არ გვაძლევს სხვა არჩევანს ბავშვებს უნდა მივცეთ ცხოვრების უფლება კი და თავად გაერკვნენ რა შეიძლება მათ გზაზე გამოვიდეს მარტივად თორე ნიჭიერი თუ ხარ ხა შეიძლება მე ყველაფერს კარგად ვსწავლობდი ყველა საგანს ნუ მაგის რესურსი მქონდა მაგრამ ძალიან ბევრ საკითხში ძალიან ცუდი პროფესიონალი დავდგებოდი, იმიტომ რომ ესე არ არის რა მარტივად, იმიტომ რომ სკოლაში ვიზაპირებ და ვყვები, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მიმართულებით რაღაცა გამომივიდოდა და მე ეს თავზე ჩამონგრევები და ფრუსტრაციები და დეპრესიები იქიდან მოდის, რომ ის სამყარო რო გენგრევა, სადაც მოგამზადეს და გითხრას, რომ მხოლოდ ეს არის სწორი, მე უკვე ბავშვი უნდა გამოიყვანო ამ ტრავმებიდან და კარგი რა, ხო შეიძლება რომ თავიდანვე ხო, მივაწოდოთ, მივეხმაროთ, უკან დაუდგეთ, ვესაუბროთ, ბევრი, რომ ჩემ შულთან სულ ვაკეთებ ამას, რომ აი ვაჩვენებ, რომ სამყარო არის უსასრულო, მეგობარი ეს არ არის სხვა მოვა შეყვარებული წავიდა არ უშო სხვა მოვა უსასრულოა სულ ახალია და არ არის ერთი გზა სადაც შენ უნდა ჩაიციკლო და მივედით მაგ ძალიან საინტერესო ჩემთვის საინტერესო და ბევრისთვის საინტერესო თემაზე ნონა როცა გაუცნობიერებელი მშობლის შვილი ხარ ძალიან ბევრ რაღაცაში მე როცა იზრდები გიწევს საკუთარი თავის შენ თვითონ გაზრდა ხო ნუ ფაქტი ესეთია მაგრამ სანამ აქამდე მივა ბავშვი ფაქტია რომ ცუდად გრძნობს სახლში თავს
სახლიდან სულ გასვლა უნდა, იშვიათად შედის სახლში, მე ნუ ამაზე რა თქმა უნდა კონფლიქტი ხდება, იმიტომ რომ ოჯახის წევრები ვერ ხვდებიან, ნუ სულ ქუჩაში რატო ხარ? რატო გარბი ხარ ძალიან? კი ბატონო, რატო გარდი ხარ და აი ეგ მინდა რომ გავშალოთ ცოტათი ეგ თემა, რომ მშობლებს უბრალოდ რო ვურჩიოთ, რომ სანამ შვილებს ფსიქოლოგებთან თან მიიყვანენ, იმიტომ რომ აგრესიულები არიან მშობლების მიმართ. მე მინახავს როგორ უყვირის მაგალითად ბავშვი დედას მეზიზღებიო სახლში. და სრულიად გულწრფელი იყო იმ დროს თანაბი ბავშვის თვალებში იგრძნობოდა, რომ მთელი გულით ეუბნებოდა დედას და ამ ყველაფერს უყურებდი და აი ძალიან იშვიათად მტკივა უკვე რაღაცები გულწრფელად გონი, მაგრამ იმდენად მტკიოდა, აი გული მტკიოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი გულწრფელობა იყო, რომ შვილს დედა ეზიზღება. იმიტომ რომ მეცადინეობა არ უნდა, იმიტომ რომ სხვა რაღაცის კეთება უნდა და მე ანუ ამ აგრესიის გამო მიყავთ ფსიქოლოგთან ბავშვი. ხო არ ფიქრობთ, რომ ჯერ მშობლები აუცილებლად ფიქრობ, ისედაც ესეა მიჩნეული, რომ ბავშვებს ნევროს მშობლები მართავენ, როცა ამბობენ, რომ მოდი რა ჯერ თქვენ განიკურნეთ და მერე წაიყვანეთ ბავშვები ფსიქოლოგთან, მაგრამ ეს მშობლებთან ცოტა რთულიც არის. ხშირად რო ელაპარაკები ძალიან აგრესიულები ხდებიან, მაგრამ რა ვიცი, ჩვენ მაყურებელს ვეტყვი ერთ რამეს, ხალხო თქვენი თავი გაიხსენეთ მაგასაკში. არეული და არეული ემოციური ფონი ცალკე, ხო ეს რაღაცა შენი ფსიქოემოციური ცვლილება, ჰორმონალური ცვლილება გონებაში არეული სკოლაში სუქთხოვენ რაღაცა ზუსტად ესე როგორც გთხოვენ და შენი გონება შეიძლება ამას ჯერ ვერ იაზრებს ან სხვანაირად იაზრებს და სახლში კიდე რას ქვია არ შეგიძლია, რას ქვია ვერ გააკეთე, რას ქვია შენ არ გინდა აბა ყველას უნდა აბა ყველა აკეთებს და მერე ბავშვი ხდება აგრესიული, იმიტომ რომ აგრესია ნიშნავს მუდმივ თავის დაცვაზე გადადიხარ უკვე და იმდენად გივიწროვებენ ამ სამყაროს, შენ ისედაც დაბნეული ხარ, გამუკეტილი ხარ, ჰორმონალური ბალანსი რო იცვლება და ჰორმონალური მომწიფება რო იწყება ჩვენ ვებსგავსებით კლეტკაში გამომწყდეულ ცხოველებს, იმიტომ რომ არ ვიცით რა გვინდა, ხო, ხასიათი გვეცლება 15 ჯერ და რაღაცა და შესაბამისად მე მშობლებს ვეტყოდი რომ ხალხო მოთმინება მე ხა ჩემი შვილიც ესეა ხან საერთოდ არ უნდა ლაპარაკი ხან სულ ცინის ხან ტირილი უნდა და სულ ველოდები ვესაუბრები გავდივარ ოთახიდან ვტოვებ ვეუბნები ხშირად აგრესია ხმას არ ვცემე ხო ის თემა არ არის რომ რას ქვია შენ მე ეს გამიბედე და ნუ არ უნდა სკოლა არ უნდა სიარული არ მინდა იქ არ გამომდის всё არა უშავს რაღაცა გამოვა რაღაცა ყველა მიცეკოს ანუ ყველა უნდა უყრას ხო და ყველა ფიზიკოსი გამოვიდეს და ყველა მათემატიკოსი და ყველა და ის რომ შეიძლება ბავშვს საერთოდ არ აინტერესებდეს სკოლაში ვეფხის ტყავზანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილი და ვეფხის ტყავსანი არ არის სკოლაში გასაგები თემა. საერთოდ ვინ გაიგო ვეფხის ტყავსანი ბავშვებმა რომ გაიგო. ხო დავიზუთხეთ. ხო, აი ეგ და მე ეს უკვე დაზუთხვა, სტრესი, ეს ყველაფერი და მე უკვე всё, ისედაც შენი თავი გაგჭიროებია და ამ კონფლიქტში უკვე მშობელია შენთვის მტერი, რომ ის გაიძულებს სულ ეს მოჭიმული იყოს, სულ დისციპლინა, სულ რაღაც, რატო ისე არა და ძალიან რთულია ბავშვის ფსიქიკა, განსაკუთრებით თინეიჯერი რო ხდება და დაველოდოთ რა. მაქედან ხო ყალიბდება რეალურად ტოქსიკურობა. რა თქმა უნდა. და მე ალბათ აქედან გამომდინარე შედიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებში. ტოქსიკურობის ყველაზე დიდი ესე იგი გამოწვევი არის, როცა ემოციური მხარდაჭერა არ გაქვს მშობლისგან სიყვარული. და სიყვარული მარტო ის არ არის დედა გენაცვალოს ახლა ეს ისწავლე და ამას გიყიდი და მოდი ეს ფეხსაცმელი და ის ქურთუკი ბავშვს უნდა იგრძნოს რომ შენიანია უნდა იგრძნოს რომ შენ მის უკან დგახარ რაც არ უნდა დააშაოს რაც არ უნდა გააკეთოს უსმენელი იმღებელი პატივსცემას როგორც ადამიანს და ბავშვი გრძნობს როგორც დაიგნორებულ ან პირიქით დისციპლინის ობიექტად თავს მე ის მთელი ცხოვრება ეძებს პარტნიორს რომელიც სიტყვას მისცემს სიყვარულს მისცემს და ტოქსიკურობა აქედან იწყება და მაგ ყველაფრის გაცნობიერების მერე თუ ბავშვი მივიდა იქამდე რომ გააცნობიერა რომ იქიდან გამომდინარე რომ ოჯახში იზრდებოდა ტოქსიკურ გარემოში და შევიდა ტოქსიკურ ურთიერთობაში ამ ტოქსიკური ურთიერთობიდანაც გამოვიდა და მიხვდა რომ იმიტომ იყო ტოქსიკურ ურთიერთობაში რომ ბავშვობისგან გამომდინარე აი მე რა ხდება
ხო, მე ხდება, ესე იგი, როგორ გამოდის ადამიანი, უბრალოდ მექანიკურად ერთიდან თუ გამოვიდა, მეორეში შევა. ეს არაჩერებს. უბრალოდ იწყება იმის გააზრება, რომ სიყვარული, სითბო, მხარდაჭერა რაც შენ გჭირდება, ეს არის შენში არსებული რესურსი, რომ სამყარო დაბადების წუთიდან მესიჯებს გაძლევს, რომ შენ არ დაიბადე სამყაროში, სადაც ვიღაცა დგას შენს უკან, შენს გვერდზე, ვიღაცა მოგცემს სიყვარულს. ეს არის მესიჯები ამ მატრიცაში თუ ამ რასაში ესეა. მე არ ვამბობ, რომ ეს მომწონს. და შესაბამისად, როცა იწყებ იმის გაანალიზებას, რომ ნუ არ არის რა, მოდი რა ნუ ჩავრჩები მსხვერპლის როლში, ნუ ვიქნები ტოქსიკური, ისა ემოციური, სენტიმენტალური, რატო არა, ნუ არა და всё რა და მოდი აი დავიწყო ხა ჩემ თავში რას ვეძებ, რატო მივსდევ სხვა ადამიანს. კრიშნამურცა გენიალურად ნათქვამი თქვენ დაკარგეთ მუსიკა საკუთარ თავში და მისდევთ ახლა მომღერალს, რომ იმან გიმღეროთ და ვერავინ ვერ გიმღერებს. მერე იწყება ის ეტაპი, გამოსვლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა დაიწყებ იმის გააზრებას, რომ შენშია რაღაც ძალა, რაღაც ენერგია, რომელიც შენივე თავს უნდა მოახმარო, მიიღო ეს შენი თავი და მიხვდე, რომ გარეთ არაფერი არ არის. არავის არ შეუძლია შენ მოგცეს, თუ შენ ეს მშობელმა ვერ მოგცა, ეს ნიშნავს, რომ შენ მშობელსაც არ ქონდა ამის რესურსი და მით უმეტეს ამის რესურსი არ ექნება რიგით ადამიანს, რომელიც კაცმა არ იცის რა ბექგრაუნდიდან მოდის. მხოლოდ ამის მერე ზუსტად. მხოლოდ ამის მერე გამოდიხარ ტოქსიკური ურთიერთობიდან, რომ შეწყვეტ წუწუნს და სხვისგან მოთხოვნას, რომ მომეცი სიყვარული. არა. შენ იწყებ და მოლოდინებს. ხო, ნუ მოლოდინები მაგის, რომ მომეცი ბედნიერება, მომეცი სიყვარული, მომეცი მომისმინე, ჩემს გვერდით იყავი, იმიტომ რომ შენ უნდა გაიაზრო, როგორ შენ არა გაქვს იმის თავი, რომ მუდამ უსმენო და მუდამ ვიღაცას დიო და იმის ხასიათზეა, რომ ისე სხვას ეს არ შეუძლია, ყველას თავი აქვს დასალაგებელი. აი ეს არის გაცნობიერებული მდგომარეობა. ნუ, მივედით იქამდე, დავიწყეთ ბავშვობიდან, ძალიან ბევრი რაღაცა გავიარეთ და მივედით იქამდე, რომ ადამიანი არის თვითკმარი, დაუშვათ. პოტენციაში მოდი. იდეაში, კი ბატონო. არის. ხო. ასე თუ ისე, კმაყოფილია საკუთარი თავით, საკუთარი მიღწევებით, ოღონდ რა მიღწევებზეც აქამდე ვისაუბრეთ ამ პოდკასტში, რა თქმა უნდა და არა კარიერით და ასე შემდეგ. და აბსოლუტურად სიმშვიდეში და ჰარმონიაში ცხოვრობს. რატო ეძებს მაინც პარტნიორს? ყველა არ ეძებს. არ არის ეგრე. არ ეძებ, შეიძლება სექსუალური პარტნიორს ეძებ, იმიტომ რომ ახალგაზრდა თუ ხარ, იცი რა არის, მოდი ხა ფიზიოლოგიაც დავტოვოთ, როგორც ფიზიოლოგია და ლიბიდოც დავტოვოთ, ხო, სისულელია ხა ის, რომ მოიხსნა ყველაფერი, არა. ეს არის სექსუალური მომენტი. შეიძლება იყოს უბრალოდ სურვილი, რომ ესეთი თუ გამოჩნდა 7 წყნარი შენაირი მოაზროვნე ღრმა ადამიანი რაღაცა დოზით კარგი იქნება მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ ეძებს. არ ეძებს. არც ელოდება. არც ელოდება, მიყვება, თუმცა არის ეს მასში ეს ანიმუსის და ანიმას თემა. ესე იგი, თუ ეს არ არის გაცნობიერებული, ანუ მოდი ამ ორ არქეტიპზე ვისაუბროთ, რა არის ხა ანიმას და ანიმუსის არქეტიპი. ანუ ხო, ძალიან ბევრი არქეტიპებია, ჩვენ წეგან ჩრდილზე ვისაუბრეთ. ანიმუსი არის კონკრეტულად შენი, აი, ქალში მამაკაცური საწყისი. რა არის ხა მამაკაცურ საწყისად, რა ითვლება? პრაგმატულობა, რაციონალიზაცია, მოკრებილი გონება, ძალა, ყველაფერი ეს რაც არის და ქალური საწყისი ბგრძნობიარეობა, ემოციურობა და ასე შემდეგ, ხო? და თუ ესე იგი ეს ნაწილი შენ კიდე გასაცნობიერება, ანუ ბოლომდე არა გაქვს შემოერთებული, ანუ რესურსი არის და შენ კიდე ვერ შემოერთე, მაშინ აუცილებლად პარტნიორში იწყებ ამის ძიებას, იმიტომ რომ პარტნიორი არის სარკე, რომელმაც ეს არქეტიპი ბოლომდე უნდა გააცნობიეროს. ოღონდ რამოდენიმე პროექციის მერე ხვდები, რომ ესეც თუ შენ სტაბილურობას ეძებ მაინც მამაკაცთან, მოდი ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ. ესე იგი ეს სტაბილურობის რაღაცა შენში კვლავ ძინავს, ანუ კვლავ გონებაში შემოსასვლელია რა. ხო, სანამ ეს არქეტიპი არ არის ბოლომდე გაცნობიერებული, მუდმივად არის ეგ მომენტი. სოციალური იყო ეს პრობლემა. არ მოგხოს თავისთვის რატო? მე ხო იცი ბუზი მყავს, ჯონი ქვია, ზამთარში მთელი ზამთარი ცხოვრობს და დასდავენ ვინც მოდის ჩემთან. ყველა დასდავს. ჯონი არ მოკლოთ დავრბივარ. გასაგები.
შევაჯამოთ, ესე იგი, ბავშვობიდან აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ბავშვებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ესეთი რაღაცა, რასაც ქვია ცნობიერი, არაცნობიერი. მაქსიმალურად ბევრი არა, ბევრი შედარებით დოზირებულად, რომ რაღაცა კიდე არსებობს და აუცილებლად მოგიწევს მასთან შეხვედრა. აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მსუბუქად ასევე და დოზირებულად იმის შესახებ, რომ ბოროტებაც ხდება სამყაროში და ვარდისფერი სათვალე ჩვენ არ უნდა ჩამოვიხსნათ მე 33 წლის ასაკში. რეალურად მანამდე შეიძლება, რომ თვალი გაუსწოროთ ამ ყველაფერს. პარტნიორებზეც ვისაუბრეთ და ბოლოს დაგისვამ ესეთ კითხვას. შენი აზრით, რა თქმა უნდა. რისთვის ვიბადებით ადამიანები? იცი, მე რადასკვნამდეც მივედი, ჩვენ ვართ რაღაც არსებები, რომელშიც ევოლუცია არ მიდის ენერგიის დონეზე, თუ ამას ხეულში არ გაიარა. ეს არის ჩემი დაკვირვება. იმიტომ რომ გაცნობიერების მომენტი თითქმის არ ხდება ურთიერთობების გარეშე, საკუთარი თავის დანახვა არ ხდება ურთიერთობების გარეშე და აი ამ ჩვენი რაღაცა ნაწილების შემოერთება მე ვთვლი, არ ვიცი ხა ეს ვინ შექმნა, როგორ შექმნა, არ წავუყვები ამ თემას, მაგრამ ფაქტი რაც დავინახე, არის ძალიან დიდი რესურსი გასახსნელი ჩვენში, მოდი ესე ვთქვათ. და ეს რაღაცა იხსნება მხოლოდ და მხოლოდ აი ამ სხეულში, აი ამ ურთიერთობებში, აი ამ ტკივილში, აი ამ ტანჯოში და მე ვიტყოდი, რომ ეს ადამის და ევას ეს მითიური სიუჟეტი სწორედ ამას მიანიშნებს, რომ როგორც კი ადამი და ევა ცნობიერი გახდნენ, ის რაღაც ვაშლი რო შეჭამეს მითიური, იმ წუთიდან ისინი გამოუშვეს სამოთხეში, იმიტომ რომ სამოთხე არ არის გაცნობიერების ადგილი, სამოთხე ეს არის დასრულება. სამოთხე იყო, მოდი ასე ვთქვათ, ღმერთის არეალი, აი ის თვითონ იყო, მისი მდგომარეობა იყო და ამათ ნუ თუ ის ძალიან კარგი მდგომარეობა იყო, სავარაუდოდ ესენიც უნდა გამხდარიყვნენ როგორც ღმერთები და სამოთხის მიღმა უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი და მე ვთვლი, რომ სწორედ მაშინ მოხდა ეს სხეულში ადამიანის ახლა ბიბლიას განსხეულება. ხო, განსხეულება და მხოლოდ განსხეულებაში შესაძლებელია მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე ყოველ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო თეორია და მაგის გაგრძელება რა არის? გარდაცვალების. ჩვეულებრივი არსებობა, ჩემი აზრით, ეს არის ჩემი რწმენა, ეს არის შეგრძნება. ვერ დავამტკიცებ ახლა ვერავის მოვახურ თავზე, მე ვფიქრობ. რა თქმა უნდა. შენი აზრი მაინტერესებს. ხო, მე ვფიქრობ, რომ სხეული ეს აი ეს ხორცში რაც ჩანს, ხო, ეს არის რაღაცა ისეთი ძალიან მყიფე, უხეში. ხოდაშორს ძალიან მოწყვლადი და ძალიან ხშირად ზედმეტიც, იმიტომ რომ მალე ავადდება, ძალიან მალე იმსხვრევა, მალე ტკივა. მგონია, რომ სიკვდილი არის ახალი გზის დასაწყისი. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა გზის და ადამიანს ეშინია ყველაფრის რაც არ იცის. ძალიან დიდი მადლობა.